დაიმახსოვრეთ ებოლა არ გადადის ჰაერის საშუალებით და ავალდება შესაძლებელია გადავიდეს მხოლოდ ავადმყოფის სისხლთან ან გამოყოფილ სითხესთან კონტაქტის შედეგად იქნება ეს ფეკალები, ნერწყვი თუ სხვა რამ. აი აქ კი საქართველოში გაეროს კვლევებით რეგიონში ყველაზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. პირველი ღია დეფიკაციის ყველაზე მაღალი პროცენტი გულისხმობ ტუალეტების სავალალო მდგომარეობას და საზოგადოებაში არსებულ ზნეჩვეულებებს. ასევე მაგალითისათვის სკოლებში იგივე საპირფარეშოებში არსებულ პირობებს, წყლის სისუფთავისა თუ საპნის არარსებობის პრობლემა. ანუ თუ ვირუსმა შემოაღწია საკმაოდ სუყე ნიადაგს იპოვის, თუმცა ექიმები აცხადებენ ეპიდემიის შეჩერება შეიძლება და არსებული პანიკა ზოგ შემთხვევაში ხელოვნურიცაა. ეს ებოლას მიერ დამარცხებული ადამიანები არიან. ლიბიის ქუჩებში სამედიცინო პერსონალი ქალაქიდან გარდაცვლილების გაყვანას ვერ ასწრებს. დასავლეთ აფრიკის ეს ქვეყანა მესამე თვეა რაც ებოლას ებწვის. ეპიდემიის ეპიცენტრი ნიგერია, სიერა-ლეონე, ლიბერია და გინეაა. თუმცა აქ ებოლას გავრცელებას ანტისანიტარია კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. არაეფექტური სამედიცინო დახმარების გამო ზოგიერთი მოქალაქე ქუჩაშიც გვდება. Ebola. What a mess. The biggest Ebola outbreak, the Ebola virus in West Africa. The Ebola virus smells like ეს ებოლას ვირუსი დასავლური მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ამ დროისთვის 9000 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 4500 დაიღუპა. აგვისტოში პირველად ებოლა ჯერ ამერიკაში, შემდეგ ევროპაში გავრცელდა. ამერიკაში 8 დაავადებულიდან 7 მკურნალობის პროცესშია. ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაინფიცირებულთა უმეტესობა სამედიცინო პერსონალი იყო დასავლეთ აფრიკის მისიიდან. ერთი ამერიკული ტელეარხის NBC-ის ოპერატორი. ევროპაში დაავადებულთა შორისაც 2-ის გარდა ყველა სამედიცინო პერსონალია. სულ 9 შემთხვევიდან 3. ერთი ექიმი და 2 სასულიერო პირი გარდაიცვალა. ებოლას გავრცელებას დასავლეთ აფრიკაში ტრადიციულმა სამზარეულომ შეუწყო ხელი. ღამურისა და მაიმუნის ხორცი ამ ქვეყნებში პოპულარული დელიკატესია. სასიკვდილო ვირუსის გავრცელება სწორედ ამ ტრადიციამ გამოიწვია. ებოლას საწყისი გადამტანი ღამურები და მაიმუნები იყვნენ. ადამიანებს ებოლა სწორად საკვებად გამოყენების დროს გადასცეს. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან საშიში დაავადება, იმიტომ რომ გადადის ძალიან ადვილად, თქვათ, კონტაქტური გზით და ეს კონტაქტი არის ნებისმიერი სითხე, რომელიც გამოიყოფა ორგანიზმიდან, შეიცავს ვირუსს. საქართველოს ვირუსს ჯერ არ მოუღწევია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ თუ უცხო ქვეყნები ებოლას იზოლაციას დროებით მოახდენენ, საქართველოს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმირება, რადგან სტანდარტული ხერხებით ებოლასგან თავის დაცვა არაეფექტურია. ებოლასგან ერთ-ერთი ნიღბით თავს ვერ დაიცავს, ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის. სამაგიეროდ შეიძლება ხელის უბრალო შეხებამ თქვენ საფრთხეში ჩაგაგდოთ. დაინფიცირებულთან ასეთი უშუალო კონტაქტი განსაკუთრებით საშიშია, რადგან ხელზე არსებული ებოლათი დაავადებული ლორწოვანი უჯრედები ჯამთელი ადამიანის ორგანიზმში თვალის, ცხვირის, პირისა და სასქესო ორგანოების საშუალებით ადვილად ხვდება. ორგანიზმში პრინციპში ხდება რაღაც ნაწილები, თქვათ კანის რაღაც ნაწილი ხდება, შინაგან ორგანოებში იგივე ხდება, ამიტომ სისხლის დენა იწყება. ვირუსის პირველი სიმპტომები ასეთია: სიცხე, სისუსტე, კუნთების, თავის და ყელის ტკივილი. ამ სიმპტომების გამოვლა 2-დან 21 დღემდე შეიძლება მოხდეს და პარალელურად დაინფიცირებული გადამტები ხდება. შესაბამისად, 21 დღის განმავლობაში დაინფიცირებულმა შესაძლოა იმგზავროს და კონტაქტი ჰქონდეს სხვებთან, ისე რომ წარმოდგენა არ ჰქონდეს, რომ ის დაავადებულია. განსაკუთრებით პროფესიონალების, ექიმების და ერთნების განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოხდა ასეთი რამე, რომ საეჭვო ადამიანი მიტანილი იქნა ეჭვი ებოლას ხელებაზე, ანუ ამის დიაგნოსტიკის საშუალება არსებობს. ამერიკისა და ევროპის გამოცდილებამ ჯერჯერობით აჩვენა, რომ დაინფიცირებულები ძირითადად სამედიცინო პერსონალია. საქართველოში ამბობენ, რომ აუცილებელია სამედიცინო პერსონალის გადამზადება. პირველ რიგში ამ აღჭურვილობის სწორად გამოყენების ცოდნაა. რა ხდა უნდა მოხდეს ისე, რომ მოხდეს ხალათის გამობრუნება, ანუ შიგნითა სიტყვა ზედაპირი მოხდეს გარეთ, სახელოსთან ახლოს კიდევ ერთ მხარეს. ნელ-ნელა გატრიალებთ ისე, რომ შიგნიდან გარეთ გამოტრიალდეს, ანუ შიგნითა სიტყვა ზედაპირი მოხდეს გარეთ. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ასეთი აღჭურვილობის კიდევ უფრო გაძლიერება, გარკვეულ შემთხვევაში, რომლითაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს არის ესეთი სახის ფარი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, თუ დეკემბრამდე ინფიცირებული ადამიანების 70%-ის კარანტინში მოქცევა ვერ მოხერხდა, შედეგი სავალალო იქნება. ანუ დეკემბრისთვის ებოლათი კვირაში 10,000 ადამიანი დაავადდება და მათ განკურნებას გაეროს რესურსები აღარ ეყოფა. We either stop Ebola now. ან ახლა უნდა შევაჩეროთ ებოლა, ან საგანგაშო შედეგს მივიღებთ, რისთვისაც გეგმა არ გაგვაჩნია. We do not have a plan. დღეს პაციენტებს ევროპასა და ამერიკაში ძირითადად იზოლაციითა და ექსპერიმენტული ვაქცინით კურნალობენ. კანადაში მისი გამოცდა 5 დღის წინ ადამიანებზე დაიწყეს. ექსპერიმენტში 40 მოხალისე მონაწილეობს. ამ პრეპარატს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გამოიკვლევს და გადაწყვეტს რა გზით გამოიყენებს მას. პირველად ებოლამ თავი აფრიკაში 1976 წელს იჩინა. მაშინ სუდანში 600 ადამიანი დაავადდა და აქედან 430 გარდაიცვალა. მას შემდეგ ებოლამ ასეთი მასშტაბური სახე პირველად წელს მიიღო.